მობრძანთ ქალბატონო თამარ მეჭიაური გახლავთ ჩვენი მესამე ბლოკის სტუმარი ყოველთვის სასურველი სტუმარი ლამაზად რომ გამოიყურება ყოველთვის გამოიყურება და ისეთ სიმღერას ასრულებს რომ აი აქ გულში რაღაცები დაკეწყება რაღაცები გახსენდება წრემლი მოგადგება ძალიან ბევრი კითხვა გქონდა თან პრემიერა იყო კი ბატონო ქალბატონო ლეილა გაფრინდაშვილის სიმღერა როგორც იცით ლეილა გაფრინდაშვილის სიმღერა ჩვენი პირველი შემოქმედებითი ტანდემია და მინდა ქალბატონი ლეილა მოვიკითხოთ თქვენი ეთერით მოვიკითხავთ ჩვენს ქალბატონ ლეილას მიულოცო პრემიერა და შემდეგი შემოქმედებით წარმატებები უსურვო. იმიტომ რომ ქალბატონ ლეილას ლექსებზე კიდევ იწერება სიმღერები, ცნობილი მომღერლები ასრულებენ, ამას დავტოვებ რა თქმა უნდა. საიდუმლოდ. ძალიან კარგი სიმღერა იყო და აი ხო პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი სიმღერები ყოველთვის არის აი მართლა გულში ჩაგწოდება რაღაცნაირად ისტორიას ხვება მართალი ხარანრი აი ხო მოგვიყევით ვის ისტორიას ყვება, ვის უძღვნით, რა ხდება, იმიტომ რომ თქვენ გადმოსცემთ ამას და კონკრეტული რაღაცა გონი რომ ადრესატი უნდა არსებობდეს. არა, ადრესატი არის საერთოდ სიყვარული, ურთიერთობა, ქალისა და მამაკაცის სიყვარული, მათი ურთიერთობა, მათი ასე ვთქვათ, გულგატეხილობა სიყვარულთან დაკავშირებით, აი ეს არის ჩემი ადრესატი, თორე პიროვნულად არავის ადრესატი რა უკვე. გულგატეხილობა არ მომწონს. რატომ ის ღაბუა, რომელიც მე შენ შეგვირდი, ის იწერება. იწერება. ხო, მაგრამ გულგატეხილის სიყვარული ახსენეთ. აი გულგატეხილის სიყვარულს ნუ სიყვარულს ყოველთვის დაასდევს ან ეჭვი, ან გულგატეხილობა. ახლა არ არსებობს ახლა სიყვარული, თუნდაც ორმხრივი პაწეწინა ეჭვი რო არ იყოს გულში რაღაცა არის ხოლმე ხარ. არის ხო? კი, ხშირად არის კი. არ შემიძლია არ კითხოთ, როგორც ქალბატონს ეჭვიანი იყავით თქვენ? აი მე თქვენ წარმოიდგინეთ რა ვიყავი, ეჭვიანი და ეგ იყო ჩემი დანაშაული რო არ ვიყავი. დანაშაული რატო? ალბათ უნდა გეჭვია, რატომ ფუღურატებით ხო, ნუ საერთოდ უფრო ზოგიერთი ქალბატონი ცოლქვრობის პერიოდში უფრო მკაცრია, უფრო მომთხოვნია, უფრო მე არასოდეს არ ყოფილა ეჭვიანი. არც მომთხოვნი არ იყავით ეჭვიანი გასაგები, არა? აი ესე თვალდახოჭული ენდობოდით? კი. და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნდობა ცუდად არის გამოყენებული, თუნდაც არა, ნდობა ცუდად არ არის გამოყენებული, ეს ალბათ ბედის წერის საკითხია. ნუ რაღაც და უფლისნება. ფაქტია. ნუ რა თქმა უნდა, ყველა ქალს ტკივა. ხო და აი რა გტკივათ? მეძვალე გული. რატომ? მე საყვარელი. რატომ? უნავარი. ხო რატომ? ნუ საერთოდ გულის ტკენა ახლავს. ხო არის სიყვარულები რომ არ ახლავს, ყველა სიყვარულს ნამდვილად არ ახლავს გულის ტკენა. აი ჩვენ ბლოგში სტუმარი ქალბატონი რომელიც დღემდე ბედნიერი არის თავის სიყვარულით. დიდება უფალს ძალიან მიყვარს ის ოჯახი, ინგას ბედნიერებას უსურვებ. გათო და ინგა ჩემთვის ძალიან მოსაყვარლესი პიროვნებაა. იცით რას ამბობენ ხოლმე რომ დრო არის მკურნალიო და ამ შემთხვევაში მკურნალი არის თუ გავიწყებს თუ აი თქვენი აზრი მე. არა, მკურნალი რა თქმა უნდა. მკურნალი ხა ისეთი სამკურნალოც არაფერი არ ყოფილა. ხო, მაგრამ მე თვითონ პროფესია მაქვს ისეთი, რომ ეხლა სიმღერას როდესაც ქმნი, როდესაც მოგწევს ტექსტი, იღებ და უკვე წერ მუსიკას. ეხლა ან სიყვარულზე უნდა იყოს, ან სამშობლოზე, ან მეგობრობაზე, ეხლა აი სხვაზე რაზე შეიძლება დაიწეროს. მე ვფიქრობ, რომ ეს გულგატეხილობა რაღაცნაირად ხო არ გეხმარებათ იმას, რომ უფრო ჩვენთვის მე რაღაცა კი, რა თქმა უნდა, გულგატეხილობა ემოციური შესასრულებელია. ხო, ეს არა, ემოციური შესასრულებელი უნდა იყოს, ეს დამოკიდებული არის პროფესიონალიზმზე. მართალი. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში გეხმარება თქვენ უკვე პრაქტიკაში როცა არსებობს. ხო, ნატკენი გული როცა არის პრაქტიკაში თავისთავად უფრო ადვილად მღერის. ესე იგი შენ თქვა რომ გულდა თუ თქვული მომღერლები უფრო კარგად მღერა. დაახმარებით. გააჩნია სიმღერა. ხო და მაინც მაინტერესებს არ შეიძლება მხიარულ სიყვარულზე ხომ მქონდა წვივა მოდის ეგერ მშვენიერი იყო ეგერ ჩემო ღაბუა ცოტა არა იქაც არის ცოტა ისეთი მაგრამ ის უფრო ოპტიმისტური სიმღერაა მომავლის სიმღერა ხო საყვარელი ეხლა შემიძლია არ კითხო სიყვარული ბევრჯერ გწევიათ ხელოვანი ადამიანი როცა არის ის შეყვარებულია ხოლმე და არა რატო ჩაკეტეთ? ჩავკეტე. მოკლე პასუხი. ხო. რატო? მე როგორ ვიდა რატო დამავიწყდა აქ რო კამერებია. როგორ შეიძლება თქვენისთანა ულამაზესი ქალბატონი საოცარი მომღერალი
დადებითი ენერგია მოდის და ჩაიკეტოს. იმიტომ რომ რა არის, იცი, მაქვს ხალხთან კომუნიკაცია, მაქვს მეგობრები, აი ეს სცენა, აი ეს მსმენელი, ეს ისა და უკვე პირადულს ანაცვლებს. ანაცვლებს? აუცილებლად ანაცვლებს. ხალი პირადის გარეშე წარმოუდგენელია. რატო? მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ ხალი მე არა ვარ და შესაბამისად თქვენ მიპასუხოთ რატომ. რატო? არა, მასე არ არის. ხო? არა. მოდით მაშინ ის თქვათ, რომ თაყვანისმცემლები არ არსებობს, ახლა არ მითხრათ, რომ არ არის. ალბათ არის, ხო, რა ვიცი. ალბათ. ისიც იბლოკება? კი. და რა, ესე იგი, რა დღეში აგდებთ იმ თაყვანისმცემლებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა თქვენთან მოსვლა და რაღაცა სიყვარულის, ასე ვთქვათ, გადმოცემა, რა არის ახლა ეს? როგორ გამაგიჟე. მე არაფერს ვესი არა ვარ. გენაცვალიშე. არა, ხო, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხალხს ყოველთვის რაღაცნაირად გვერდში უნდა ყავდეს ადამიანი. არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, მაგრამ თქვენ ალბათ ხელოვნება არის ის რაც აბსოლუტურად ანუ, კი, ნამდვილად არის, რაც ანაცვლებს აბსოლუტურად ყველაფერს, კი, ჩემს პირად, კი. დილა როგორი არის თქვენი? რო იყვეცებთ? დილა, რა თქმა უნდა, გავიღვიძებ, ცოტას წავივარჯიშებ, მე ყავას გიახლებით. და მე მუსიკალურად მედის პარალელურად? პარალელურად კი, ყოველ დღე კი, ვარჯიშობ, უკრავ, რაღაცას ვქმნი, რაღაცას ვაკეთებ. მაქვს უკვე ჩემი ბიომედიან სამსახურში, მე უკვე მარტო რო ვრჩები, მე ის პერიოდი უკვე არის ჩემთვის ჩემი. თქვენს მეუღლეს თუ მოსწონდა თქვენი პროფესია? თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან. იგიძღვნიათ სიმღერა მისთვის? არა, მისთვის სიმღერა პირადად მისთვის დაწერილი არა მაქვს. არა, მე უგულისხმობ ნამღერი. კი, ნუ ახლა სუფრაზე მეგობრები იყო ჩვენ ყოველთვის ძალიან ისეთი სტუმრიანი ოჯახი გქონდა. მამა ჩემის სულ მეგობრები, თამაზიც ისიც და ყოველთვის გქონდა ჩვენი სტუმრიანობა. იცი რა არის ადამიანებს ლაპარაკობს რაღაცა ბედნიერი არის და ეს არის ძალიან კარგი რომ თუნდაც ის პერიოდი და თუნდაც ის რაღაცა სიყვარული რომელიც ჩარჩენილი არის. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე არ მიყვარული ოდის მე. სიყვარული იძინებს ასე ვთქვათ. ბატონო? იძინებს, თორე შეიძლება სიყვარული არ დამთავრდეს. აქედან გამომდინარე, ნუ იმას მე ფუფთავ ლამას კიდობანში დებ და ინახავ. არის თავისთვის, მაგრამ ის არის ყოველთვის. არის ყოველთვის, ხო, ვიცით რა, მე არ მიყვარს საერთოდ ადამიანები, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, შვილი ყავთ, ოჯახი შექმნათ, იყვნენ ბედნიერები, რაღაცა გარკვეული პერიოდი მაინც, ხო? მე უკვე მისი ლანძღვა გინება და ეს მანგრებს ყველანაირად არაფრით არ შეიძლება. არაფრით. ხდება ხოლმე ამ სკივრის გაღება? შიგნით შეხედვა, წარსულში ჩახედვა. ნუ ეს უკვე მოგონებებია, რომელიც გიტივტივდება მე ნელ-ნელა და რა თქმა უნდა, მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ კი, რა თქმა უნდა, ის უკვე კი, რა თქმა უნდა. დიახ. აუ ეს ძალიან საინტერესოა. არ ვიცი. გქონდათ მცდელობა თანაცხოვრების ისევ? ნუ კი, თითქოს რაღაც იყო, მაგრამ მე მგონი რომ ერთხელ რომ რაღაცა გაფუჭდება, ჯობია იქ რომ ყველაფერი დამთავრდეს, იმიტომ რომ მე ცოტა ასეთ სიტუაციაში აპატივები არ მიყვარს. თქვენ ხართ სამაგალითო ქალბატონი. ერთად თქვიდეს, თქვენ ხართ მართლაც საოცარი ადამიანი. სამაგალითო ქალბატონი ხართ. მართლაც უძლიერესი. ფანტასტიკური დედა, ფანტასტიკური ბებია. შემოქმედი, ბებია თავის თავად. სხვათა შორის ჩემმა შვილიშვილმა გუშინ უკვე მაგისტრატურაზე ბოლო გამოცდილება და ბევრი წარმატებას უსურვებთ. დიდი წარმატება და მიყვარხართ და სულ გელოდებით. ხოთელონელი გადაცემა. ბედნიერად ყველამდე. ძალიან დიდი მადლობა.